მე კითხე მე დამისვით რა. გუში მე მქონდა, გუში საღამოთ მე მქონდა შეხვედრა. მე მქონდა საქმიანი შეხვედრა განათლების მინისტრთან, ჩემი აზრით საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო. მე მინისტრს მივაწოდე ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის დოკუმენტაცია, მათ შორის ეს ყბადაღებული შინაგანი წესი სრულ შესაბამისობაში არის საქართველოს კანონმდებლობასთან. მე მასვე უთხარი მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ განცხადების შეტანას ავტორიზაციის აღდგენასთან დაკავშირებით. მინისტრმა აღმიქვა სრული დახმარება და მხარდაჭერა ამ საქმეში. ეს ბუნებრივიც არის, ვიდრე გამომდინარე სტუდენტების ინტერესებიდან, რათა მათ მიიღონ ხარისხიანი განათლება. თუმცა, ჩემ და გასაოცრად დღეს სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომ თითქოს ჩვენ არ ვაპირებთ დოკუმენტაციის მოწესრიგებას და თითქოს ჩვენ არ ვაპირებთ ავტორიზაციის აღდგენას. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ინფორმაცია. დღის ბოლომდე მე პირადად მივიტან ყველა იმ დოკუმენტს, რაც საჭირო არის და მივიტან იმ განცხადებას, რაც საჭირო არის ავტორიზაციის აღდგენის პროცედურების დასაწყებად. უნივერსიტეტს დაუბრუნოს ავტორიზაცია განათლების სამინისტრომ. ჩემი აზრით, რაც ბევრ სასწავლებელში იქნება აგრარული პროფილის სწავლება, მით უფრო კარგი არის. თუმცა მე ვეჭვობ, რომ მოკლე გონივრულ ვადაში შესაძლებელი იყოს ნორმალური, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად ნებისმიერ უნივერსიტეტში. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე ჯერა მინისტრის დაპირების, მე მჯერა, რომ ის ხარს უჭერს უნივერსიტეტს იმ საქმეში, რასაც ქვია ავტორიზაციის აღდგენა, რომელიც არ უნდა ჩამორთმეოდა უნივერსიტეტს. დღეს რამოდენიმე საათში მოდით ესე ვთქვა. ეს არის სტუდენტების აქცია, ამ აქციას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან საერთოდ. ეს არის სტუდენტების სამართლიანი პროტესტი და სამართლიანი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სტუდენტებს სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება და მათ აქვთ მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი, რომ ეს ამ განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ. დოკუმენტში რა შეიცვალა აი ამ შესწორებულ დოკუმენტში? რა ახალი მასალები შევა? შინაგანი წესი გასაგებია, კიდევ რა შეიცვალა? აქ საუბარი არ არის დარღვევების გამოსწორებაზე, აქ საუბარი არის იმ დამატებით ინფორმაციაზე, იმ დამატებით მასალებზე, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ უნივერსიტეტის ყველა დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ ბუნებრივია, როგორც ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი, ასევე უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი, ადმინისტრაცია, მათ შორის მე, ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები, კანონმორჩილი ორგანიზაცია და ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ და არც ვაპირებდით კანონისგან რაიმე განსხვავებული ქმედებების ჩატარებას. განათლების სამინისტროში ჩავაბარებ პირადად დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დღეს პირადად მე მივიტან ამ დოკუმენტაციას და ჩავაბარებ, რომლითაც ერთი რომ მოვითხოვ რომ ვითხოვ ავტორიზაციის აღდგენას და მეორე ასევე ეს იქნება დამატებითი დადასტურება იმისათვის, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ უნივერსიტეტის დოკუმენტაცია არის სრულ შესაბამისობაში კანონმდებლობაში. ჩვენ წავდგეთ იმ დოკუმენტებს და დამატებით დოკუმენტებს. ჩვენ საკითხები აქ ხდებოდა საკითხები იყო დასაზუსტებელი. არაფერი შინაარსობრივი ცვლილება
არ იყო საჭირო იყო დაზუსტება და ეს დაზუსტებული ინფორმაცია, დაზუსტებული მასალების წარდგენა მოხდება. ანუ ეს რა დოკუმენტებია, როგორც თქვი, დაზუსტებული? ანუ ჩვენ არა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით დავის საგანი საერთოდ არ არსებობს, ანუ პრობლემა როგორც ესეთი არ არსებობს, არ არსებული პრობლემა არის უკვე დღეს მდგომარეობით, ეს შეგვიძლია ვთქვათ და ბუნებრივია, რადგან არ არსებულ პრობლემაზე მივსჯელობა, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება მოვითხოვოთ ავტორიზაციის აღდგენა. ანუ ავტორიზაციის აღდგენა ბატონო ლაშა ნუ რას არ გაუნდათ? რა გინდათ რომ არის დოკუმენტებზე ლაპარაკი, ანუ უკვე შესწორებული დოკუმენტი შეგავთ. თუ აცხადებ, რომ ამ დოკუმენტებს შესწორება არ ჭირდებოდა, რა ჩვენ შევაქვს დაზუსტებული მასალები და დამატებითი ახსნა განმარტებები. რა თქმა ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ შეხვედრაზე ეს იყო ძალიან საქმიანი, პოზიტიური შეხვედრა, სადაც ვთანხმდებით, რომ შევთანხმდით, ამას შეთანხმება არ სჭირდებოდა, რომ ორივეს უპირველესი მოვალეობა არის ვიზრუნოთ სტუდენტებზე, ვიზრუნოთ იმაზე, რომ სტუდენტებმა მიიღონ განათლება. ამიტომაც ეს ბუნებრივია, მინისტრმა აღმიქვა ეს მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა. მინისტრი ამ დოკუმენტებს უწოდებს, რომ ეს არის ხარბეზების დოკუმენტი და ჩვენ დღეს შეტანილი დოკუმენტები. სამწუხაროდ მინისტრს მიაწოდეს ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია. და ეს ინფორმაცია მან რამოდენიმე დღის განმავლობაში გაავრცელა და ეს ინფორმაცია ასევე არასწორი ინფორმაცია ასევე ატაცებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერაც. სავარაუდოდ განათლების სამინისტროს თანამშრომლებმა, სამინისტროს ცენტრის თუ ასე შემდეგ. მე ვერ გეტყვი. ეხლა მე რა დოკუმენტაციასაც მივიდან, ეს არის იმის დადასტურება, რომ სადაო საკითხი, სამართლებრივი სადაო საკითხი არ არსებობს, ანუ დავის საგანი არ არსებობს, ამოწურულია საერთოდ, ესეთი არ არსებობს და ეს არის იმის დადასტურება, რომ სამინისტროს შეუძლია და ჩემი აზრით მინისტრის მხარდაჭერიდან გამომდინარე ვალდებულიც არის დაიწყოს ავტორიზაციის აღდგენის პროცედურები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც არსებობდა, მოხდა გარკვეული საკითხების დაზუსტება იმისათვის, რომ საბჭომ თუ სამინისტრომ მიიღოს სწორი სამართლიანი გადაწყვეტილება და დამატებითი მასალების წარდგენა. ნუ დაახლოებით 5:09-ზე, დაახლოებით, იმიტომ რომ უნდა წავიდე, დაბრუნდე. დაახლოებით 5:09-ზე უნდა დაბრუნდე უნივერსიტეტში, დოკუმენტები ავიღო და მივიდე სამინისტროში. მე აუხსენი, მე მათ შორის მინისტრს მივაწოდე სრული ინფორმაცია, იგივე იმ 609 სტუდენტზე, რომელზეც მან არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ გარიცხული უნივერსიტეტიდან. მე მას მივაწოდე ეს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო სწორი, რომ თითქოს ჩვენ უკანონოდ გავეცით ბაკალავრის დიპლომები, მე მივაწოდე ეს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო სწორი ინფორმაცია, რაც მას უთხრეს და აუხსენე, რომ ყველა დოკუმენტი დღეს მდგომარეობით და რეალურად შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნასთან. ნუ როგორ გითხრათ, რეაქცია როგორი იყო? მიგით გადმოვცე თუ? რა გითხრათ? კიდე ხო არა გაქვს შეკითხვები?